მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს. უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერებთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ მიცემთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. შეგახსენებთ, რომ პირადი დიაგნოსტიკის სამომწერებთ მითითებულ ნომერზე, რომელსაც ვიდეოების ქვემოთ ვუთითებ ხოლმე. და რაც შეეხება დღევანდელ გასვლას, მოდით გავაკეთოთ ესეთი გასვლა. არის თუ არა ნეგატივი ან თქვენზე, ან თქვენს საგვარეულოზე, ხო? ბევრად უფრო ესეთი კარგად რომ გავერკვიოთ, თუ რამე არის, რა სჭირდება, ხო, თქვენს ენერგიას. გავაკეთოთ ორი ვარიანტი. პირველი ვარიანტი იყოს თეთრი სპილო და მეორე ვარიანტი იყოს ესეთი ყავისფერი სპილო. გადმოხტავ. და ვნახოთ არის თუ არა ნეგატივი თქვენზე ან თქვენს საგვარეულოზე, რას გვეტყვის ორაკული. პირველი ვარიანტი ვინც ერთია, მოდით ვნახოთ, არის თუ არა. ჯერ ვნახოთ, არის თუ არა ნეგატივი თქვენთან მიმართებაში, ანუ თქვენზე. მოდით ესე გეტყვით. სამწუხაროდ თქვენზე არის ნეგატივი უფრო ფინანსური საკითხების მდგომარეობაში. ანუ შეიძლება ეს იყოს თვალი, შეიძლება ეს იყოს რაღაც ესეთი ვიღაცის სურვილი, ან უბრალოდ გაფანტული ფინანსური ენერგიები, რომელმაც საბოლოო ჯამში მოგიტანათ ეს რაღაცა სიტუაცია, როდესაც ვერ ხდება ფინანსების დაალაგება თქვენს ცხოვრებაში, ხო? ვერ ხდება რაღაცა თქვენი შრომის დაფასება ისე როგორც თქვენ გინდათ, ხო? რაღაცა ვერ გამოხვედით თქვენი ესე ვთქვათ იმ ფინანსური პრობლემებიდან, რომელსაც აწყდებით პერიოდულობით, ხო? ეს არის მომენტი, როდესაც ნახეთ, თუ თქვენ თქვათ თქვენს ფინანსებზე საუბრობთ სამეგობრო წრეში, არ ვიცი, ახლობლებთან მიმართებაში, ხო? არის ესეთი მომენტი, როდესაც მოგვიმატეს ხელფასი ან დაგვაწინაურეს ან რაღაცა, ან ჩვენ გვინდა რომ გავახაროთ ჩვენს გარშემო მყოფები, მაგრამ სამწუხაროდ ყველას არ უხარია, ხო? ყველა არ არის ისეთი, ასე ვთქვათ, სიხარულით და ბედნიერებით ახსავს თქვენი წარმატებით და ამას შეიძლება ითქვას დააზიანოს სიტუაცია. როგორც ასეთი, რომ რამე ამ წუთას გითხრათ, რომ რამე მძიმე არის თქო გაკეთებული, ნამდვილად არ არის, მაინც ახერხებთ, რომ ასე თუ ისე დაგიცვათ თქვენმა ესე ვთქვათ, საგვარეულო სიტუაციამ და ერთადერთი რაც არის, ეს არის თვალის მდგომარეობა, ხო? ანუ პირდაპირ ესე ბოლოს მაინც ამოვიდა და მოკლედ გეტყვით, რომ ანუ თქვენის ფინანსურ რესურსზე არის ძირითადად თვალის მდგომარეობა პირველი ვარიანტისთვის, ანუ კონკრეტულად რამე ესეთი ზეგავლენა ნამდვილად არ არის, მაგრამ აი რატომღაც ფინანსებთან მიმართებაში აშკარად ვიღაცას აქვს თვალის მომენტი. ნახეთ, კიდე რა მომენტი შეიძლება იყოს, მაგალითად არის, როდესაც ადამიანებს ვასეცხებთ, ხო, თანხას და თანხას გოთან აგერ კიდევ ერთხელ თავისი დაამტკიცა. ნახეთ, აქ როგორი მომენტია, ესეთ ვასეცხეთ თანხა, დაგვიბრუნეს, შეიძლება, მაგრამ კარგად დააკვირდით ხოლმე, ხანდახან არის ესეთი სიტუაცია, ზუსტად ესეთ, ანუ დააბრუნებენ ხოლმე ზუსტად იგივე კუპიურას. აი, უბრალოდ ჩაინიშნეთ, ალბათ სადეთ, იმიტომ რომ რამოდენიმეჯერ მქონდა ესეთი მომენტი, თვითონ მეც მქონდა ეგეთი მომენტი, ვაღიარებ და ერთ-ერთ ადამიანსაც არ აქვს მნიშვნელობის, უბრალოდ რო უთხარ, მეთქი აბა დააკვირდი, იგივე კუპიურას დაგიბრუნებენ თუ არა, თქო, აღმოჩნდა, რომ რამოდენიმე დღის შემდეგ ზუსტად იგივე კუპიურას უბრუნებენ. ანუ
ის ნომერი ქონდა გადაღებული და რო შეადარა ზუსტად იგივე კუპიურა დაუბრუნდა, ხო? მისცა თქვა 20 ლარიანი რაღაცა კონკრეტული ციფრებით და ზუსტად კონკრეტული ციფრები რაც იყო, იმ ციფრებიანი იგივე კუპიურა დააბრუნა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა წაიღო თქვენგან ენერგია და დაგიბრუნათ უბრალოდ გაცარიელებული ჯიბე, ესე რომ ვთქვათ, ხო? გაცარიელებული, ანუ იმ ანუ იმ კუპიურას აღარ ქონდა ის ფასი და ის ენერგია, რომელიც თქვენთან ყოფილიყო და გაჩერებულიყო, შესაბამისად, აი ეს რაღაცა გადინება იწყებოდა, ხო? ნუ რაღაცნაირად ამ ადამიანს კონკრეტულად მიქონდა იმ პიროვნებისაგან ფინანსური ენერგიები. აი ესეთი მომენტი შეიძლება იყოს და კარგად დააკვირდით. მოდით ნახოთ ახლა პირველი ვარიანტისთვის საგვარეულო კუთხით არის თუ არა რამე დაზიანება, ხო? არის თუ არა რაიმე ნეგატივი. საგვარეულოს მხრივ. მე აქ ესე გეტყვით, საგვარეულოს მხრივ შეიძლება იყო რაღაცა პერიოდის წინ ნამდვილად და მე რასაც ხედავ, ეს არის შეიძლება აქ პირველმა ვარიანტმა, ნუ არ ვიცი ხა ხშირად ატარებთ სახლში შეიძლება ცეცხლის ენერგიას, ხო? ანუ სანთლებს ანთებთ ხშირად სახლში შეიძლება ვიღაცა კონკრეტულად გააკეთა კიდევაც რაღაც წმენდა. აქ არის ესე ვთქვათ ჩატარებული წმენდა, აქ არის გაკეთებული შეიძლება ითქვას უკან დაბრუნების მდგომარეობაც, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, რომ აქ ბოლომდე რატომღაც არ არის ჩაჭრილი. აი ბოლომდე განთავისუფლებული არ არის, ანუ აქ შეიძლება დაწყებული არის, ახალი დაწყებული არის და ვთქვათ პირობითად ჯერ მუშაობს სიტუაცია, ხო, ახლა თუ ჩატარებული გაქვთ 2 დღის წინ და ვთქვათ თუნდაც 1 თვის წინ, ამას დრო სჭირდება, რა თქმა უნდა, საგვარეულო კუთხით და ჯერ ბოლომდე ნამდვილად არ არის გაწმენდილი, თუმცა აქ არის რაღაცა წმენდის მდგომარეობა. თუ თქვენ თვითონ ატარებთ ამ სიტუაციას, ხო, ანუ ხშირად ანთებთ, სანთელს გაწმენდებს, აკეთებთ, ანიავებთ სახლს და ასე შემდეგ, ხო? ამ შემთხვევაში, ნუ რაღაცა დონით ნამდვილად შველით, მე ესე ვიტყოდი, მაგრამ ბოლომდე ნამდვილად არ არის დასრულებული, რასაც, ნუ სჭირდება თქვა დასრულება, ესე ვიტყოდი, ხო? აქ აშკარად პროცესი ჩაშვებული გაქვთ. თუმცა, ნუ ბოლომდე არ არის, მაგრამ ძალიან კარგია მაინც ის, რომ მიყევით იმას, რასაც აკეთებთ, ამითი ახერხებთ, რომ დაიცვათ თქვენი საგვარეულო, ამითი ახერხებთ, რომ ის თუ რამე ისეთი მდგომარეობა არის, ჩამოგეშორდეთ და ირეცხოს აბსოლუტურად ამ თქვენი სანთლების ანთებით, ნამდვილად კარგია, ვინც დაიწყეთ მუშაობა, დაასრულებინეთ, თუ დაასრულა, დაელოდეთ, აუცილებლად დამთავრდება, ხო, აუცილებლად ბუმერანგივით დაუბრუნდება ყველას ყველაფერი და თქვენ განთავისუფლდებით ამ სიტუაციებისაგან საბოლოო ჯამში. ნუ პირველი ვარიანტი არც თუ ისე ცუდი სიტუაცია არის, ნამდვილად არ არის ისეთი მომენტი, რომ რაღაც საგანგაშო მდგომარეობა იყოს, უბრალოდ ალბათ ის მომენტი არის, რომ თუ თქვენი ფინანსებთან მიმართებაში უფრო უნდა გააძლიეროთ დაცვა და დააკვირდეთ, რას როგორ აკეთებთ. ნუ საგვარეულოს კუთხით კი ფაქტურად დაწყებული გაქვთ სიტუაციის დალაგება. ნახოთ მეორე ვარიანტი, ვინც ერთია ყავისფერი ესეთი სპილა. თქვენთან პირადზე თუ ანუ თქვენზე თუ არის გაკეთებული ნეგატივი რაიმე, ნახოთ და მე ვნახოთ, რა თქმა უნდა, მეორე ვარიანტისთვის საგვარეულოს კუთხით თუ არის რაიმე გაკეთებული. მეორე ვარიანტისთვის თქვენზე კონკრეტულად თქვენზე თუ არის რაიმე გაკეთებული. მოდით ესე გეტყვით, აქ მე ესე უფრო ვხედავ, რომ გჭირდებათ აუცილებლად იბრძოლოთ, იმიტომ რომ როგორ რაღაცა იცით, რომ აქ არის
განსაკუთრებით ნახეთ თქვენზე იმდენად რა გითხრათ ესე პირადად თქვენზე, მაგრამ ნახეთ სახლის ენერგიებთან დაკავშირებით შეიძლება იყოს ანუ საგვარეულო კიდე სხვა მომენტი აქ უფრო სახლის ენერგიებთან ნახე და აი სახლში შესვლა არ გსიამოვნებთ რაღაცა სულ დაძაბული ხართ შეიძლება სულ თავს იცავთ ოჯახში ხო სადაც ხართ რაღაცა სულ კონფლიქტური მომენტებია სულ ხან შვილთან გაქვთ კონფლიქტები ხან მეუღლესთან ხან მშობლებთან აი სახლთან მიმართებაში გჭირდებათ რაღაცა თავის დაცვა ხო იღბლის მომენტი აი ნახეთ პირადი ურთიერთობა წესი დალაგებული უნდა იყოს არეულია ფინანსურად წესი დალაგებული რაღაცა იდეებს რომელსაც ვამბობთ რომელსაც ვიწყებთ რაღაცნაირად არ გამოდის, არ გვიმართლებს ხომ? აქ უფრო სახლის ენერგიების წმენდა გჭირდებათ ესე გეტყოდით. კონკრეტულად პირადად თქვენზე ნამდვილად არ არის გაკეთებული ამ შემთხვევაშიც. ვერ გეტყვით რომ ანუ ეს თქვენზეა გაკეთებული თქო. აქ უბრალოდ შეიძლება იყოს სახლის ენერგიებზე, არ ვიცი ხა ვიღაცა შეიძლება ნახეთ ახალ სახლში გადახვედით, თქვენ სულ არაფერ შუაში არ ახართ ამ სახლთან მიმართებაში, ხო არის ესეთი მომენტი, როდესაც ადამიანები ყიდულობენ გარკვეული სახლს, რომელიცაშიც თქვათ პირობითად ვიღაცა ცხოვრობდა ოდესღაც და ყველა ხა ვერ ყიდულობს ხო ისეთ დაუსახლებელ და ახალ ბინებს, ხო? ვიღაცა ცხოვრობდა, მასზე იყო შეიძლება რაღაც მის ენერგიებთან მიმართებაში იყო რაღაცა მომენტები და ამას სჭირდება აუცილებლად გასუფთავება, გაცლა და გამოსწორება, ხო, არის ეს მომენტი. ნუ, ყოველ შემთხვევაში აქ მე ესე რასაც ვხედავ, პირადად თქვენზე ნამდვილად არ არის და ესე რომ კონკრეტულად თქვენს ან ფინანსებზე, ან პირადზე, ან რაღაცა მსგავსზე ნამდვილად არ არის ესე პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ არის აქ სიტუაცია, როდესაც სახლზე არის გაკეთებული მდგომარეობა, სახლის ენერგიებზე არის ნამუშევარი, სადაც ადამიანები სულ კონფლიქტურ სიტუაციაში არიან, სადაც სულ რაღაცა არ კმარა, სულ რაღაცნაირად, ხა ვთქვათ, ოჯახში ცხოვრობთ 4 ადამიანი, 4-ვე მუშაობს, 4-ვეს ასე თუ ისე ნორმალური ხელფასი აქვს და რეალურად არ უჩერდებათ და უკეთესობისკენ ვერ მიდის, ხო, რაღაცა თვითონ და გავიტანეთ თავი. ვთქვათ, თითქოს არც არაფერი ძალიანაც მოსიყვარული ოჯახია, მაგრამ ნუ რაღაცა აშკარად ამ სახლში შეიძლება სხვაგან და სხვა სიტუაციებში ყველგან იდეალური ურთიერთობა, მაგრამ როგორც კი იმ სახლში შედიან, რაღაცა თითქოს აგრესიულები ხდებიან ერთმანეთის მიმართ, ხო? დაღლილები იღვიწებთ მაგალითად პირობითად, ხო? ესეთი ანუ ამას მიაქციეთ ყურადღება. აქ შესაძლებელია რომ სახლის ენერგიების წმენდა აუცილებლად დაგჭირდეთ, რომელიც დასასრულებელია, გასასუფთავებელია, მოსაწესრიგებელია, იმისთვის რომ ჰარმონიული და მშვიდი ცხოვრებით იცხოვროთ. ნახოთ, მეორე ვარიანტი ის არის თუ არა კონკრეტულად ესე ვთქვათ, საგვარეულო ნეგატივი არის თუ არა. პირდაპირ საგვარეულო რაც შეეხება საგვარეულო კუთხით მე ესე გეტყვით, რომ აქ საგვარეულო კუთხით სამწუხაროდ არის. არ ვიცი, რამდენად ვიცით ყველამ, ესე ვთქვათ, თქვენი წინაპრების მომენტები, მაგრამ მე აქ ესე ვიტყოდი, რომ აქ შესაძლებელია თქვენ საგვარეულოდან კონდეს დაშვებული შეცდომა. ნახეთ, აქ ვინმესგან გაკეთებულის მომენტი არ არის. აქ არის უფრო ცოტა ცუდი მოსასმენი შეიძლება იყოს, მაგრამ აქ არის უფრო ის მომენტი, როდესაც ნუ ვიღაცამ დაუშვა შეცდომა თქვენი საგვარეულოდან და შესაბამისად მე როგორც ხდება ხოლმე ამ შეცდომის გამოსყიდვა ხდება შემდეგი თაობებიდან. აი აქ უფრო ეს მომენტი არის. აქ არის სიტუაცია, როდესაც ადამიანმა ვიღაცისთვის შეიძლება გააჩერა რაღაცა დრო, ვიღაცისთვის შეცვალა, ესე ვთქვათ,
ანუ გასაღები აიღო და შეცვალა ვიღაცის ცხოვრება. განსაკუთრებით ასე რომ ვთქვათ, ქალის განხრით არის ეს ნეგატივის ანუ ვთქვათ საგვარეულო პრობლემა, ანუ ქალბატონების მხრიდან ხარეს უფრო შეიძლება ითქვას, რომელმაც შეიყვანა გაურკვევლობაში ეს ნამუშევარი და მოყვება, რო იტყვიან, ეს რაღაცა სიმძიმე, რომელიც არ ასვენებს, ხო, აქ უბრალოდ გაჩვენებთ, ეს არის თვითონ საგვარეულოს მდგომარეობა, სადაც ეს სიმძიმე მოყვება. ეს არის ის მომენტი, როდესაც ნახეთ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რაღაცა თქვენგან არის, თქვენი საგვარეულოდან არის დაშვებული შეცდომა, რომელმაც მიიყვანა სიტუაცია აქამდე, ხო? აი, მაგალითად, თქვენს საგვარეულოში ქალბატონების მხარე ყოველთვის არის რაღაცა დაჩაგრული, ხო? ანუ აი ვერ პოულობენ საკუთარ თავს, თითქოს არ უმართლეთ ურთიერთობებში, არ გამოდის რაღაცა ვერ აფასებენ, ხო? იმიტომ რომ ვერ ხედავენ ამ ქალბატონების რაღაცა ესეთ მნიშვნელოვან სახეს, აი უფრო ესეთი მომენტები არის აქ. რაც საბოლოო ჯამში შედის, რა თქმა უნდა, გაურკვევლობაში, თითქოს რაღაცა ის უნდა დაალაგდეს, კარგად იყოთ, იმიტომ რომ თქვათ, ბევრს შრომობთ, იმიტომ რომ ძალიან ისეთი თბილიც ახართ ურთიერთობაში, მაგრამ აქ სიტუაცია არის ის მოყვება, სიმძიმე საგვარეულოდან, ოღონდ კიდევ ერთხელ გეუბნებთ, აქ არ არის კონკრეტულად თქვენ საგვარეულოზე გაკეთებული, აქ თქვენ საგვარეულოდან არის გაკეთებული შეცდომა, რომლის მდგომარეობასაც ესე ვთქვათ, თქვენ რა ვიცი, იმკით, ხო, ესე რომ ვთქვათ, ხო, აი რომელიც საბოლოო ჯამში თქვენს ოჯახზე, თქვენს სიტუაციაზე ძალიან ესეთი მძიმედ მოქმედებს, ხო? ანუ არ მთავრდება ის რაღაცა ქარცეცხლი, რომელიც წესიდარიგით არ უნდა იყოს თქვენს სიტუაციაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრს შრომობთ და ძალიან ბევრს აკეთებთ. ხო, აი რაღაცა დაუფასებლობა და გაუფასურება ხდება ქალბატონების ხაზით უფრო მეტად მეორე ვარიანტთან. ანუ აი ეს მომენტი არის. შეიძლება დაავადებების მომენტიც იყოს. აქ თითქოს რაღაცა შინაგანი შიშების მომენტი იყოს აქ, ისე რომ აქ მეორე ვარიანტში ცოტა რთულად არის მაგ კუთხით საკითხი. მოკლედ, აი ესეთი გამოვიდა, მე გისურვებთ, რა თქმა უნდა, ბედნიერებას, გადახედეთ, დაფიქრდით. გისურვებთ წარმატებას, გაერკვიეთ, რაშია საქმე და უფრო რაღაც ესე მიუტეხით ამ საკითხს მაქსიმალურად თქვენთვის სასიკეთოდ, რომ გამოიყენოთ ყველანაირი ინფორმაცია. მეკითხროებით გემშვიდობებით.